Support the declaration is adopted. აქციების დაკავებულთა და პატიმრობაში მყოფ ოპოზიციონერ ლიდერთა გათავისუფლება, დემოკრატიული განვითარების გზაზე დაბრუნება და ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. ეს რამდენიმე მოწოდება ამჯერად პორტოს დეკლარაციაში ჩაიწერა. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე ქართულ ოცნებას კიდევ ერთხელ შეახსენეს ნაკისრი ვალდებულებები, კანონის უზენაესობა და დემოკრატიის პრინციპები. არ აქვს მნიშვნელობა სად იქნება დარღვეული ადამიანის უფლებები. ეს ყველა ჩვენგანს უნდა გვაწუხებდეს. თუ კი საქართველოში სახელმწიფო მმართველობა პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენებოდა, ეს ეწინააღმდეგება ეუთოს პრინციპებსა და კოპენჰაგენის კრიტერიუმებს. თუ კი თქვენ მართლმსაჯულებას იყენებთ პოლიტიკური ოპონენტების ციხეში გასაშვებად, ეს არ არის დემოკრატია. საქართველოს დელეგაციას ფაქტებით საუბარი უყვარს, ამიტომ მოდით მოვიყვანოთ რამდენიმე ფაქტი. დღეს საქართველოში თითქმის ყველა ოპოზიციონერი ლიდერი ან პატიმრობაში იმყოფება, ან მათ დევნიან. ანტიკორუფციული ბიურო ატარებს გამოძიებას დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების წინააღმდეგ. რუსული სტილის კანონები ასევე საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელ მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს. ქართული დელეგაციის წარმომადგენლებმა ახსენეს, რომ აქ წარმოდგენილი ყველა ქვეყანა არ არის ევროკავშირის წევრი, მაგრამ ქართული ხალხის უმრავლესობა პროევროპულად არის განწყობილი და მათი ევრობლოკში გაწევრების მისწრაფების ხალხი კიდევ ერთია, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ. ამ რეზოლუციის მხარდაჭერა არ გულისხმობს, რომ მე ან ჩემი ქვეყანა ცუდად ვართ განწყობილი საქართველოს ან ქართველი ხალხის მიმართ. პირიქით, ეს მხარდაჭერა გამომდინარეობს ჩემი და ჩემი ქვეყნის საქართველოსადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებების გამო. ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით მხარს საქართველოს. მაშინ, როცა 2008 წელს რუსული ტანკები თბილისისკენ მოდიოდნენ, ბალტიისპირეთის სხვა სახელმწიფოებისა და პოლონეთის პრეზიდენტებთან ერთად, ჩემი ქვეყნის პრეზიდენტიც ჩავიდა თბილისში და იდგნენ იქ. ამან ხელი შეუშალა რუსულ ოპერაციას. ქართველი ხალხი ელოდება საერთაშორისო ყურადღებას. მე ვაღიარებ, რაც ითქვა ქართული დელეგაციის წევრების მიერ იმის მიუხედავად, რომ ისინი ქართული ოცნების წარმომადგენლები არიან და დაინტერესებულ მხარეს წარმოადგენენ. მაგრამ მე მხარს ვუჭერ ჩემი ლიეტუველი კოლეგის ნათქვამს. არანაირად არ ვარ ცუდად განწყობილი არც საქართველოს და არც ქართველი ხალხის, ან თუნდაც ქართული ოცნების მიმართ. ძალიან დიდი პატივისცემით ვარ განწყობილი საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ და ვიმედოვნებ, რომ ისინი სრულფასოვან როლს ითამაშებენ საერთაშორისო საზოგადოებაში. მე მაღელვებს ის თუ როგორ ეპყრობა საქართველოს ხელისუფლება იმ პირებს, ვინც მათ არ ეთანხმება. ის თუ როგორ ექცევიან ისინი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. თუ შეუძლებელი ხდება თავისუფალი და სამართლიანი დიალოგის წარმოება, მაშინ იქ დემოკრატია აღარ არსებობს. განურჩევლად იმისა, რა კომენტარები კეთდება სადამკვირვებლო მისიის შესახებ, მე მათ ეჭქვეშ არ ვაყენებ. მე ვეთანხმები არჩევნების თაობაზე შვეიცარიის დელეგაციის წარმომადგენლების ნათქვამსაც, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ეს იყო თავისუფალი არჩევნები. ეს არ ნიშნავს, რომ საარჩევნო უბნებზე არ ყოფილა ჩარევა, ან რომ არ იყო ზეწოლა მოქალაქეებზე. თუ კი ხელისუფლება ზეწოლას ახდენს ორგანიზაციებზე, რომლებიც მხარს უჭერენ დემოკრატიასა და სიტყვის თავისუფლებას, მაშინ ეს არის დემოკრატიული იდეალების უპატივცემულობა. თუ კი ჩვენ ამ საპარლამენტო დელეგაციაში ვერ ვედავთ ამაზე ღიად საუბარს, მაშინ ამ ორგანიზაციაში ბევრად სერიოზული პრობლემა არსებობს. ჩვენ ვიცით, რომ უამრავი მტკიცებულება არსებობს ზეწოლისა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსა და კეთილსინდისიერ ორგანიზაციებზე, რომელთა საქმიანობაც ცნობილია. არ გამიგია, რომ ამაზე უარი ეთქვათ ქართული დელეგაციის წარმომადგენლებს. დიახ, ისინი ამბობდნენ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში პროტესტი არ იყო გამოხატული მშვიდობიანად, თუმცა ეს ძალიან სუბიექტური თვალსაზრისია. ყველა ქვეყანაში იყო პროტესტი, მანიფესტაცია ან დემონსტრაცია, რომელიც გასცდენია კანონიერ ჩარჩოებს, მაგრამ ნამდვილი გამოცდა ისაა, თუ როგორ უმკლავდები მას შენ, როგორც ხელისუფლება. ან მასში მონაწილე პირები უპრეცედენტო და მკაცრი დევნის სამიზნეები გახდებიან, ან ჩვენ გადავწყვეტთ ამ პრობლემას დემოკრატიული გზით, კანონის უზენაესობის პრინციპის სრული დაცვით. პარტნიორების განცხადებების პასუხად ქართული დელეგაციის წარმომადგენლებმა დასავლელი დიპლომატები ორ მაგ სტანდარტებში დაადანაშაულეს. ქართული ოცნების წევრების განცხადებები არც პორტოში შეცვლილა. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზოგიერთი წევრისგან ხედავთ სახიფათო ტენდენციას, სადამკვირვებლო მისიების დასკვნების უგულებელყოფას და ცრუ განცხადებებს, რაც ემსახურება ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს. კომიტეტებში ბოლოდროინდელმა განსაკუთრებით ჩემს ქვეყანასთან დაკავშირებულმა დებატებმა ნებისმიერ ნეიტრალურ დამკვირვებელს აჩვენა, რომ ქვეყნების წინააღმდეგ ბრალდებები წაყენებულია მტკიცებულებებისა და არგუმენტაციის გარეშე. დღეს თუ ეს არჩევნების შედეგების დამახინჯება, სიცრუის გავრცელება და იმ ადამიანების მშვიდობიანად მოხსენიება, რომლებიც პოლიციას ეგრეთ წოდებული მოლოტოვის კოქტეილებით ესხმიან თავს. ხვალ შეიძლება ჩვენ სპილოები გვიწოდონ. თუ უმრავლესობას ეს იარლიყი მოეწონება, მაშინ შესაძლოა ასეთი სისულელე რეზოლუციის ტექსტშიც მოხვდეს.
ბოლო დროს ჩვენ ვიხილეთ საქართველოს გაკრიტიკების მცდელობები იმ სტანდარტების გამოყენებისთვის, რომლებსაც თავად ბევრი დასავლური ქვეყანა იყენებს საკუთარი სუვერენიტეტისა და ინსტიტუტების დასაცავად. ის, რასაც კანადაში, შვედეთში ან დიდ ბრიტანეთში დანაშაულს უწოდებენ, საქართველოში არ შეიძლება ეწოდოს პოლიტიკური დევნა. ეს არ არის მხოლოდ ორმაგი სტანდარტები. ეს არის ცინიზმი, ეს ძირს უთხრის საერთაშორისო სამართალს და ასუსტებს საზოგადოების ნდობას გლობალური პარტნიორობის მიმართ. 2024 წლის 26 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით პორტუგალიაში ჩასული ქართული ოცნების წევრების მსგავსი პოზიცია აქვს ეუთოს გენერალურ მდივანს. ფერიდუნ სანილიოღლუს მაგალითად ორგანიზაციის ანგარიში მოაქვს. ქართულ ოპოზიციასთან მას გარკვეული კითხვებიც აღმოაჩნდა. ოდირმა ანგარიში გამოაქვეყნა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, რომელსაც ოპოზიცია კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ანგარიში ცხადად ამბობს, რომ ზოგიერთი დარღვევის მიუხედავად არჩევნების შედეგები ამომრჩევლის გადაწყვეტილებას ასახავს. საქართველოს პარლამენტში ოპოზიციას 150-დან 61 წევრი ჰყავს, ანუ მანდატების 40%-ზე მეტი ოპოზიციისაა, მაგრამ ოპოზიცია პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს. რა თქმა უნდა, დემოკრატიულ წყობილებაში უნდა გქონდეს სამოქალაქო სივრცე შენი მოსაზრების გამოსახატად. თუმცა ასევე ეფექტიანად უნდა გამოიყენო ხალხის მიერ არჩეული ორგანო. პარლამენტში 40%-იანი წარმომადგენლობა გქონდეს და ამას არ იყენებდე, ნიშნავს, რომ უსამართლოდ ეპყრობი ხალხს, ვინც აგირჩია. ეს არის საკითხი, რომელიც უნდა შევისწავლოთ, როდესაც საქართველოზე ვსაუბრობთ. დებატებისას საპარლამენტო ასამბლეაზე ბევრი ითქვა ქართული ოცნების მიერ ბოლო დროს მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებზეც. ყველაზე მეტი ყურადღება კი ეგრეთ წოდებულ ქართულ ფარაზე გამახვილდა. ეუთოს გენერალური მდივნისგან განსხვავებით, ორგანიზაციის დირექტორის კითხვების ადრესატი დარბაზში წარმოდგენილი ქართული დელეგაცია იყო. ხშირად მესმის არგუმენტი, თითქოს საქართველოში მოქმედი ფარა ამერიკული კანონის ზუსტი ანალოგია. ვერ დაგეთანხმებით. რა თქმა უნდა, ჩვენ შევისწავლეთ ამერიკაში მოქმედი ფარა და მინდა გითხრათ, რომ ამ კანონთან დაკავშირებით არსებობს სხვადასხვა დამცავი ბერკეტი. საქართველოს შემთხვევაში კი ეს კანონი კიდევ ერთხელ ზღუდავს არასამთავრობო ორგანიზაციების უფლებებს, გავლენას ახდენს სამოქალაქო საზოგადოების სრულფასოვან და ეფექტურ მუშაობაზე, ასევე ამცირებს იმ სივრცეს, რომელშიც ისინი მოქმედებენ. ჩვენ გქონდა შეხება ქართულ მხარესთან ამ კანონთან დაკავშირებით, რომ საბოლოო მიღებამდე მათ მის შეფასებაში დახმარება მოეთხოვათ. ჩვენი მანდატია დავეხმაროთ სახელმწიფოებს, როდესაც იღებენ ეუთოს ვალდებულებებთან შეუსაბამო კანონებს. რა თქმა უნდა, ჩვენი მცდელობებისა და დახმარებასთან დაკავშირებით ჩემი პერსონალური მოთხოვნების მიუხედავად კანონი საბოლოოდ მაინც მიიღეს. პოლიტიკური ვითარების გარდა პორტოს 3 ივლისის დეკლარაციაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხიც მოხვდა. პლენარულ სესიაზე მიღებული დოკუმენტი სირიის ახალ ხელისუფლებას მოუწოდებს გაიწვიოს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობის აღიარება. ამ კონტექსტში საუბარია კრემლის მიერ დაპყრობილ უკრაინულ რეგიონებზეც, დონეცკსა და ლუჰანსკზეც. პორტუგალიაში გამართულ საპარლამენტო ასამბლეაზე ქართულმა დელეგაციამ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების სამართლიანობაზე საუბრისას ეუთო ოდრის სადამკვირვებლო მისიის ანგარიში მაგალითად რამდენჯერმე მოიყვანა. თუმცა ამასთან 18 ივნისს ქართული ოცნების წევრებმა თქვეს, რომ 4 ოქტომბერს დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე არ აპირებენ ამ სადამკვირვებლო მისიის მოწვევას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში ზედმეტი იქნება ეუთო ოდრის დატვირთვა ჩვენი თვითმმართველობის არჩევნებით.